განვაგრძობთ საუბრებს ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიიდან. ჩვენ დღეისათვის შევეხებით ერთ-ერთ უდიდეს მოღვაწეს, მეტნაკლებად ყველასთვის ცნობილ პიროვნებას, წმინდა იოანე ოქროპირს, რომელმაც წარუშლელი კვალი დააჩნია ეკლესიის ისტორიას, დიდება შესძინა კონსტანტინოპოლის საყდარს, რომლის პატრიარქიც ის იყო და მარადიულ მოძღვრად გაუხდა ყველა შემდგომდროინდელ თაობას, ცხადია დღევანდელის ჩათვლით. წმინდა იოანე ოქროპირის სახელგანთქმულობა ვიზუალურადაც, მატერიალურადაც კი თვალსაჩინოა, მასალობრივადაც კი თვალსაჩინოა, რადგანაც მხოლოდ აღნუსხვაც კი, ან უშუალოდ მისი, ან და მის სახელთან დაკავშირებული ნაშრომებისა თვალსაჩინოდ გამოკვეთს ამ უდიდესი მოღვაწის განსაკუთრებულობას მრევლისთვის, საეკლესიო ისტორიისთვის, ჭეშმარიტების მაძიებელთათვის, ყველა თაობისთვის. როდესაც წმინდა იოანე ოქროპირის შრომებზე ჩამოვარდება საერთოდ სიტყვა, აქ უკვე რაიმე გზა, გარკვეულობა, რაღაც მკაფიო განჭვრეტა იმ მასალისა, რაც შესწავლილი უნდა იყოს, გადატანით მნიშვნელობით რომ ვთქვათ, ყველა ბილიკი, ყველა ლაბირინთი უკვე ქრება, იმიტომ რომ შეუძლებელია იმ ჭეშმარიტად ზღვა მასალაში, რომელიც სამწუხაროდ დღესაც კი დაუმუშავებელია, მიუხედავად უკვე რამდენ საუკუნეს ითვლის ესეც კი ძნელი სათქმელია ასეთი ინტენსიური ფილოლოგიური კვლევისა, დღესაც კი შეუსწავლელი გახლავთ, დაუმუშავებელი გახლავთ და მასში გზის გაკვლევა კვლავ აღნიშნავთ ნებისმიერი მკითხველისთვის, ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის უაღრესად რთულია თუ შეუძლებელი არა. ჩვენ ცხადია არც გვაქვს ის მიზანი ოდნავადაც რომ მთლიანობაში შევაფასოთ წმინდა იოანე ოქროპირის სულიერი მემკვიდრეობა, მისი შრომები, მაგრამ რამდენიმე მომენტზე გვექნება მკაფიო ხაზგასმა, ზოგადი და ამავე დროს ჩვენი აზრით მართებული შთაბეჭდილების შესაქმნელად. თუმცა ვიდრე უშუალოდ შრომებზე ვისაუბრებდეთ, ჯერ მაინც ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ წმინდა იოანე ოქროპირი არ გახლდათ ასეთი გამონათქვამი, რომ მოვიმარჯვოთ ლიტერატორი მწერალი, ლიტერატორი ავტორი, ანუ პიროვნება, რომელიც თვითონ დაამუშავებდა სტილურად, ტერმინოლოგიურად თავის ნაშრომებს, ის იყო ჭეშმარიტი და ალბათ ყველაზე დიდი ეკლესიის ისტორიაში მქადაგებელი, ჰომილეტიკოსი და როგორც კარგახანიას გამორკვეულია, ფაქტობრივად არც ერთი ნაშრომი თვითონ მას არ დაუწერია. საერთოდ ეს ჩვენ არაერთგზის აგვინიშნავს, ამგვარი რამ ყველა საეკლესიო მოღვაწესთან დაკავშირებით არის შესამჩნევი, უდიდესი ნაწილი მათი ნაშრომებისა ჩაწერილია მრევლისგან, ცხადია ლიტერატურული დამუშავება, საერთოდ წერილობითი გაფორმება მხოლოდ ალბათ განსაკუთრებით იმ ჟანრს ეხება, რაც ეპისტოლარული ფორმისაა, მაგრამ რადგან უდიდესწილად საეკლესიო მოღვაწეები მქადაგებლები იყვნენ, დამმოძღვრელები იყვნენ მრევლისა, ისინი ზეპირად გადასცემდნენ მოძღვრებას და მრევლის წარმომადგენელთა მიერ ხდებოდა ყოველივე ამის ჩაწერა, მათგან ნაქადაგების. ჩვენ ცხადია ამან არ უნდა შეგვიქმნას რაღაც უარყოფითი განწყობა, თქვათ სიზუსტის თვალსაზრისით, რამდენად მართებულად იქნა ჩაწერილი მათი სწავლებანი. უნდა ვიცოდეთ, რომ შეიძლება ავტორმა ზოგჯერ უფრო მეტად დაუშვას შეცდომა ვიდრე ჩამწერმა, თუ ის ჩამწერი ამ ავტორისადმი განსაკუთრებული პატივისცემითაა გამსჭვალული. იმიტომ რომ პიროვნება, რომელიც თვითონაა ავტორი, თავის აზრს ნებისმიერ გვარად აყალიბებს, ცვლის ის ვინმე სხვა პიროვნების წინაშე პასუხისმგებელი არ არის, რა თქმა უნდა, სხვა პიროვნების ნააზრებს არ აყალიბებს, საკუთარ აზრებს გადმოსცემს და აქ მას უფლება აქვს, თავისუფლება აქვს, რომ რაც შეიძლება მეტი ზედმიწევნითობით დახვეწოს სტილი, მაგრამ ასეთ დროს მას შეიძლება ლაფსუსიც, შეცდომაც ცხადია მოუვიდეს, მაგრამ იმ მრევლის წევრი, რომელიც უდიდესი კრძალვითაა გამსჭვალული მოძღვრისადმი, ცდილობს მაქსიმალურად ზედმიწევნითვე ჩაიბეჭდოს და გადაიტანოს ქაღალდზე ყოველივე ის, რაც ესმის, შეცდომადაც რომ მოეჩვენოს, იმასაც კი არ გაასწორებს
ეს მრავალგზის დადასტურებულა, მათ შორის ქართულ სინამდვილეშიც, ჩვენ ადრეც გვიხსენებია ერთი ფაქტი, საყურადღებო ფაქტი, როდესაც წმინდა არსენი ყალთოელმა ძალიან მრავლისმეტყველი კომენტარი გააკეთა აშიაზე, თავისი ცნობილი კრებულისა დოგმატიკონი, სადაც ერთ-ერთი ბიზანტიელი ავტორის ციტატა საღვთო წერილიდან ზედმიწევნით გადმოიტანა ქართულად, თუმცა გრძნობდა, რომ ეს ციტატა თვით ბერძნულში მცდარად იყო. და აშიაზე გააკეთა შესანიშნავი წარწერა, რომ ამას ვინც წაიკითხავთ, ესე იგი ამ ჩემს თარგმანსო, არ იფიქროთ, რომ მე წერილი არ ვიცოდიო, მაგრამ დედასა ესრე ეწერაო, ესე იგი იმ დედანშიო ბერძნულ ტექსტშიო ასე ეწერაო და არა შევცვალეო. აი ასეთი ერთგულება, უდიდესი კრძალვით გამშველული ერთგულება გამომდინარეობს იმ რწმენიდან, რომ ღირსეული მოღვაწეები, ეკლესიის მამები ჭეშმარიტად მნათობნი ამას სოფლისანი, იმავე ღვთიური მადლით არიან გამშვალულნი, იმავე სულიწმინდით მეტყველებენ, რითაც თავის დროზე ამეტყველდნენ მახარებელნი და მოციქულნი. ამიტომ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, შეცდომადაც რომ მოეჩვენოთ რაიმე და შეცდომაში იგულისხმება მხოლოდ რაღაც გარეგანი მომენტი, რაც შეიძლება როგორც ადამიანს ნებისმიერ პიროვნებას გაექცეს, გაეპაროს, ამაზე ჩვენ ერთდროს საუბარი გქონდა, რაც ესე იგი მოძღვრებას აბსოლუტურად არ უკავშირდება, მხოლოდ რაღაც გარეგანი მომენტი, გარეგანი რაღაც ფაქტობრივი მონაცემი და სხვა, შეიძლება ოდნავ ხარვეზიანი აღმოჩნდეს მათგან, მაგრამ ეს ერთგული, უდიდესი კრძალვით გამშვალული მრევლის წევრი, რომელიც ვალდებულია ჩაიწეროს მოძღვრის ნაკადაგები, იმასაც კი არ შეცვლის, იმიტომ რომ ის საკუთარ თავს არ ენდობა მოძღვარს და ამიტომ სრულიად დარწმუნებით შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ეს ნაწილი საეკლესიო ლიტერატურისა, რაც სხვათაგან იქნა ჩაწერილი და არა იმ მოღვაწეთაგან, რომელთა ავტორობითაც ჩვენ ვიცით, არანაკლებ თუ უფრო მეტად არანაკლებ ზედმიწევნით თანხვდება მათ აი ამ პირთა ავტორთა სიტყვებს, ვიდრე თვით მათივე კალმით და მათივე ხელით შესრულებული ნაშრომები. წმინდა იოანე ოქროპირის მოღვაწეობაში ჩვენ არ შეგვიძლია შევიტანოთ ეს ცნება რაღაც დინჯი ლიტერატურული მუშაობისა, წერილობითი გულმოდგინე მოღვაწეობისა, იმიტომ რომ მას ამისი მოცლა არასოდეს ჰქონია. შედარებით მშვიდი პერიოდი მოღვაწეობისა, როდესაც ის ჯერ დიაკონი იყო და ასე ამბობენ ზოგჯერ ალბათ მართებულია ეს გამოთქმა, რაღაც იდილიურ ვითარებაში იყო, იმეცნებდა ჭეშმარიტებას და ჯერ კიდევ შესული არ იყო იმ უმძაფრეს დაპირისპირებებში, რამაც ესოდენ ტანჯველი ყოფითი ცხოვრება მოჰყვა მას, თუმცა სულით კი ყოველთვის იშვებდა და ილხენდა. აი მაშინ შესაძლოა უფრო მეტად ჰქონდა მას მოცლა, თავისივე ხელით დაეწერა თავისი ნაშრომი და სტილურად დაეხვეწა იგი, თუმცა იმ პერიოდშიც არსებითად მქადაგებელი გახდა წმინდა იოანე ოქროპირი და სხვათაგან ჩაიწერებოდა მისგან ნაკადაგები. ჩვენ უბრალოდ ვამბობთ, რომ იმ პერიოდში ეს მეოთხე საუკუნის მიწურულამდე მეტი იყო ალბათობა იმისა, რომ მას თავისი ხელით დაეწერა ნაშრომი. მაგრამ შემდეგში, როდესაც ის კონსტანტინოპოლის პატრიარქი ხდება, 398 წლის შემდეგ ხელნი დაესხმის რა თეოფილე ალექსანდრიელისგან, აი ამის შემდეგ უკვე მართლა ძნელად წარმოსადგენია, რომ იმ 8 თუ 9 წლის მანძილზე, ძალიან ხანმოკლე პერიოდის მანძილზე, რაც იღწვოდა იგი კონსტანტინოპოლის სამღვდელმთავრო საღდარზე, მოცლა ჰქონოდა დინჯი წერილობითი მოღვაწეობის. არათუ ამის მოცლა არ ჰქონდა. ჯერ უზარმაზარი, რაოდენობრივად აღურიცხავი მრევლის გამო, მეორე კიდევ იმ უმძაფრეს დაპირისპირებათა მიზეზით, რაც ყოველი მხრიდან მის წინააღმდეგ აბობოქრდა, ასე შეიძლება ითქვას, არათუ მოცლა არ ჰქონია მათ გამო, არამედ ალბათ წუთიერი მოსვენებაც კი და სულის მოთმაც კი მას არ მიუღია, თუმცა უდიდესი სიძლიერის ჯავშანი ჭეშმარიტებისა, რაც მას სიჭაბუკიდანვე ჰქონდა შემოსილი, განარიდებდა აი ამ ღელვარებას ამასოფლისას, განარიდებდა არა ფიზიკურად, არა იმ აზრით, რომ აღარ მონაწილეობდა ამ ბრძოლებში, არამედ სიმშვიდეს შინაგანად მას უნარჩუნებდა და როგორც ერთ-ერთი მისი ცხოვრების აღმწერი გვაუწყებს, ყველაზე ადრინდელი, ღელვარებას ვერავინ ამჩნევდა, ყველაზე უფრო მძიმე წუთებშიც კი, თუ არა ერთი ნიშანი მხოლოდ, რომ ასეთ დროს მას ჩვეოდა ხელისგულის ხელისგულზე დაკვრა. ნეფსაზე და დასცემდა სიაძველ ქართულ თარგმანში. ესე იგი, ხელისგულს ხელისგულზე ურტყამდა. მაგრამ როცა ვსაუბრობთ აი ამგვარ მღელვარებებზე, შფოთვარებებზე,
სხვადასხვა მხრიდან რომ აღიძრა მის წინააღმდეგ, ალბათ ყველაზე მძიმედ ასაზიდი და დასაძლევი მისთვის საკუთრივ ეკლესიის წიაღიდან, ასე ვთქვათ, ეკლესიის მესვეურთაგან აღძრული საშინელი ბრძოლა იქნებოდა, აი ყველაზე მეტად გაუსაძლისი ეს იქნებოდა მისთვის და მართლაც მოიტანა ამასოფლის ჟამთვითარებამ ისეთი უბედურება, რომ თვით ხელდამსხმელმა გამოიჩინა სრული შეურიგებლობა იოანე ოქრობირის პიროვნებისადმი, მისი ღვაწლისადმი და რაღაც დაუოკებელი ჟინით მოინდომა და წარმოუდგენელი გულმოდგინება აჩვენა იმ მიზანდასახულობით, რომ იოანე ოქრობირი დაემხო, გაენადგურებინა, ეკლესიიდან აღმოეფხვრა მისი სახელი. სამწუხაროდ ეს გახლავთ არა ყველა კუთხით უღირსი და ზოგი კუთხით ძალიან ღირსეული მოღვაწე თეოფილე ალექსანდრიელი. თეოფილე ალექსანდრიელი, რომელმაც კონსტანტინოპოლის პატრიარქად ხელნი დაასხამა, ხელდასხმა მისცა, თუმცა ცხადია ფიქრობდა ალბათ, რომ ამ სამღვდელმთავრო და სამღვდელო ქმედებით იოანე ოქრობირი მისი მორჩილი უნდა ყოფილიყო ყოველთვის, რადგან თვითონ ხელდამსხმელი იყო, ის მისგან ხელდასხმული. სამწუხაროდვე თავის ავტორიტეტს თეოფილე ვერავის გაუნაწილებდა, იმდენად ჰქონდა მას წადილი უსაშველოდ მოეპოვებინა, უსაშველოდ გაეფართოებინა თავისი ავტორიტეტი, თავისი სამეურვეო და საზედამხედველო თვალი, რომ ის ყოფილიყო ერთი შეუცვლელი, ჭკუის საკითხავი, დამმოძღვრელი ყველასი. აი ასეთ დროს, როდესაც შეამჩნია, რომ ანტიოქიიდან, როგორც ეს ძველთაგანვე შემუშავებული გამონათქვამია იოანე ოქრობირისადმი, ანტიოქიიდან ამობრწყინებულმა ვარსკვლავმა კონსტანტინოპოლში თითქმის დაუყოვნებლივ მოიპოვა უდიდესი სიყვარული, პოპულარობა, სახელგანთქმულობა პიროვნებამ, რომელიც ყოველთვის ყოველგვარ სახელგანთქმულობას ყოვლითურთ განერიდებოდა, არანაირად არასოდეს ამის იოტისოდენა სურვილიც არ ჰქონდა, მაგრამ სწორედ ასეთი მოღვაწენი იღებენ ამას სოფელშივე ხალხის ერის და მრევლის განსაკუთრებულ სიყვარულს. აი, როდესაც ეს ყოველივე იხილა თეოფილემ, მის გულში რაღაც დაუოკებელი ძულვარება იოანე ოქრობირისადმი აღმოცენდა. ის გახდათ თაოსანი იმ ჭეშმარიტად სამარცხვინო კრებისა, რაც 404 წელს გაიმართა, ეგრეთ წოდებული მუხის კრებისა, სადაც ვითომს და განაჩინეს, მათი ჭკუით ყოველ შემთხვევაში დაადგინეს, რომ იოანე ოქრობირი არის მწვალებელი, არის ერეტიკოსი, საკურთხევლის შემრყვნელი, აი ესეთი ეპითეტი და მიიღეს კიდეც მისი განკვეთის, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ეს ხდება თითქმის 5 წლის შემდეგ, რაც იოანე ოქრობირი კონსტანტინოპოლის პატრიარქი გახდა და ამ 5-6 წელიწადში ის განუზომელი სიყვარული მრევლისა, რაც ამ მოღვაწემ უკვე დათესა ბიზანტიაში და არა მარტო კონსტანტინოპოლში, ერთი მხრივ აი ამგვარი უმძიმესი ქმედების მიზეზი გახდა, იმიტომ რომ ვერ შეეგუა გარკვეული პირები და მათ შორის განსაკუთრებით თეოფილე ალექსანდრიელი მის პოპულარობას, მაგრამ მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, უდიდესი სიკეთის საფუძველიც ეს ფაქტი გახდა, თვით იოანე ოქრობირმაც ასეთი სიყვარულით გარემოცულმა ყველაზე მძიმე წუთებშიც კი სწორედ ამით შეძლო შინაგანი მღელვარების დაოკება, სულიერი უშფოთველობის მოპოვება და ყველაზე მძაფრ წუთებშიც კი და ამას სოფელში ყველაზე მეტად ჩართულიც კი გარეგან ბრძოლებში, ჩვენ პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შინაგანად ყოველთვის რჩებოდა ერთ-ერთ უდიდეს ასკეტად, მეუდაბნოეთ, ჭეშმარიტად განდეგილ მოღვაწედ, თავისი სხეულის, ღვთივაშენებული სენაკის სიმყუდროეში, მარადმღვიძარებით, ფსალმუნებითა და გალობით ღვთისმადიდებელი. ყოველ შემთხვევაში, ჩემზე უეჭველად აი ესეთი შთაბეჭდილება ამ განსაკუთრებული მოღვაწისა. აქ არის ასეთი ვითარება, როგორც სხვა მოღვაწეებთან დაკავშირებითაც, მაგრამ გვეჩვენება, რომ განსაკუთრებით მკაფიოდ სწორედ იოანე ოქრობირთან დაკავშირებით, რომ რაც მეტად უღრმავდებით მის ნაშრომებს, რაც მეტად უღრმავდებით მის ცხოვრებას, მისი პიროვნების შესახებ, რაც მეტის გაგებას ვცდილობთ, უფრო და უფრო გვიპყრობს გაკვირვება, განცვიფრება იმ ადამიანურ შეძლებაზე აღმატებულ საქმეთა გამო ამ პიროვნებამ რომ აღასრულა. ბრძოლანი, როგორც უკვე ვთქვით, დაუცხრომელნი, ერთი მხრივ თითქოს და სრული მოწყვეტა ყველანაირი
სულიერი მოღვაწეობისგან მრევლისათვის, იმიტომ რომ როგორ უნდა მოიცალო ამისთვის, როცა ყოველ წამს უკიდურესი ბრძოლაა განსაცდელია, ერთი მხრივ ეს და მეორე მხრივ, როგორც უკვე ვთქვით, აღურიცხავი რაოდენობა ნაშრომებისა. მიუხედავად იმისა, რომ და სწორედ ამ მხრივ გამოვლინდა ეს ხელი შეშლა, რომ იოანე ოქროპირის არ მისცემია არანაირი საშუალება დინჯი წერილობითი მოღვაწეობისა, ღვთის მადლით სხვა სადინარი ჰპოვა მისმა მოძღრულმა და ღვთივ განსაზღვრულმა და ღვთივ მიმადლებულმა ნიჭმა ზეპირმეტყველება ქადაგებლური ღვაწლი, სადაც უკვე ასეთი საპირისპირო ვითარება გამოიკვეთა, რომ რაც უფრო მეტად და მეტად მძაფრდებოდა ბრძოლები, მით მეტად და მეტად ქადაგებდა იგი. იმიტომ რომ ქადაგებას უკვე თუ მართლაც ფიზიკურად არ გაანადგურებდნენ უშუალოდ, სხვა მხრივ ვერანაირად ვერ დაუბრკოლებდნენ. ჩვენ შეგვიძლია ღვთის განგება დავინახოთ, იმიტომ რომ წერილობით ადამიანი ვერც იოანე ოქროპირი თვითონ ვერ მოახერხებდა ამდენი ნაშრომის დაწერას, ეს ფიზიკურად შეუძლებელია, ზეპირმეტყველება აი ასეთი შესრულების თვალსაზრისით ამ მხრივ უფრო ნაყოფიერია, ზეპირად გაცილებით მეტის თქმა შეიძლება ვიდრე წერილობით, იმიტომ რომ როცა რაიმეს წერს პიროვნება აუცილებლად სტილს უკვირდება, იქ მრავალი სპეციფიკური თვისებაა და რომ დაუწყვეტელად აღმომდინარეს დამოძღვრელობითი საუნჯე იოანე ოქროპირისა მართლაც ბოლომდე დაშრეტილიყო ჩვენთვის, ბოლომდე წარმოცარიელებულიყო, სწორედ ამიტომ ვფიქრობთ ღვთის განგებამ ასეთი და ესოდენ მხოლოდ და მხოლოდ ზეპირ ქადაგებისკენ მიმაქცეველი ცხოვრებისეული კალაპოტი შეუმზადა მას, ყველგან ბრძოლები და ერთადერთი ის სულიერი წყალი, რაც ჩქეფდა მასში, მხოლოდ ამ სადინარით შეიძლებოდა გახსნილიყო და გახსნილიყო და გაიხსნა კიდეც სრული წარმოცარიელებით, ყოვლითურთ ეს საუნჯე ეკლესიის წევრთათვის, მრევლისათვის, ასევე საუნჯეთ უძვირფასეს, ყველაზე უფრო სათუთად შესანახ და სათუთად დასამარხველ, ეს ძველი ქართული ნიშნულობით თუ მოიხმობთ ამ ტერმინს, განძად წარმოჩნდა და დღესაც, რა თქმა უნდა, ამგვარად ჰგიეს. ქადაგებანი ამ მოღვაწისა ატყვევებდა მსმენელს, ჩვენ ეს ტერმინი შეგვიძლია გამოვიყენოთ, ჩვენ არ ვამბობთ, რომ ხიბლავდა, აჯადოებდა და სხვა, მაგრამ ეკლესიის მამები მოუხმობენ ამ ტერმინს დატყვევებას, ინადირებდა მსმენელს, ესეც ძველთაგანვე თვით სახარებიდანვე მომდინარე მართლმადიდებლური ტერმინია და მონადირებაი, რაც დღესაც იმავე შინაარსით ხვდება დამკვიდრებულია. იოანე ოქროპირი ქადაგებებითვე მებადურობდა, როგორც ეს თავად მაცხოვრისგანვე განეჩინათ ხირსეულ მოღვაწეებს, რომ ჭეშმარიტების ბადეში მოექცია მრავალი გაუგუღმართებული და როგორც ყველა დროში მაშინაც გაუგუღმართებულთა რაოდენობა უზომო იყო, დაბნეულნი ერთი მხრივ ორიგენიზმით, მეორე მხრივ აპოლინარიზმით, არიანელობით, რომელიც ჯერ კიდევ სულს ღაფავდა, შეიგრძნობოდა კიდეც ახალ ერეტიკულ ცდომილებათა მოახლოება, თუმცა ჯერ გამოთქმული ცხადი არ იყვნენ, იქნებოდა ეს ნესტორიანელობა, რომელიც 428 წლიდან უკვე გახმიანდება, თუ შედარებით უფრო გვიანდელი დროის მონოფიზიტობა, ყოველივე და ჩვენ ამათ რატო ვახსენებთ, მათი ფესვები ამ დროს უკვე იყო. მართალია ნესტორიანობა რა თქმა უნდა ჯერ არ ერქვა, მაგრამ ნესტორიანიზმის საფუძვლის შემამზადებელნი ამ დროისთვის უკვე სახელგანთქმულნი იყვნენ. იგულისხმება დიოდორე ტარსელი, თეოდორე მოფსუესტიელი, სხვათა შორის ერთი თვით იოანე ოქროპირის მასწავლებელი, მეორე მისი მეგობარი. ასეთ ვითარებაში კიდევ უფრო მძიმეა ჭეშმარიტების დაცვა, როდესაც ჭეშმარიტებას ეწინააღმდეგება ყველაზე ახლობელი ხალხი, მოძღვარი, მეგობარი. მონოფიზიტობის მარცვლებიც ამ დროს სხვადასხვა კუთხით სახეზეა, თვით აპოლინარიზმი მნიშვნელოვანწილად არის კავშირში მონოფიზიტობასთან და ამ გაუგუღმართებათა და ცდომილებათა მორევში სადმე უნდა ყოფილიყო ჭეშმარიტების სანიშნე, რომ მრევლი იქ შეკრებილიყო. და იმ ჟამს მეოთხე საუკუნის დამდეგს ერთი ყველაზე დიდი სანიშნე ჭეშმარიტებისა, კუნძული ჭეშმარიტებისა, უთუოდ წმინდა იოანე ოქროპირია. ჩვენ დროებით აქ შევჩერდებით, ვცდილობდით, რომ მის შრომებზე უფრო მეტად გვესაუბრო, მაგრამ პიროვნების შესახებ მართებული რეალური შთაბეჭდილების შექმნის სურვილმა მცირედით სხვა მიმართულებისკენ გადაგვიყვანა, თუმცა ვფიქრობთ, რომ ესეც საჭირო იყო და მოღვაწის წერილობითი
მემკვიდრეობის შესახებ პირველ რიგში და პარალელურად, იმიტომ რომ ეს განუყოფელია მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წლების შესახებ, ჩვენს შემდგომ საუბრებში გვექნება განხილვა. ამჯერად ამით დავასრულებთ, ვადლობთ ყურადღებისათვის.